მაქვს კიდევ ერთი ინფორმაცია, აი ახლა ავრცელებს ტელეკომპანია იმედი სამთავრობო პროპაგანდისტული არხი რაღაც სადღაც 15 წუთის წინ ესეთ ეგრეთ წოდებულ ქართს, სადაც წერია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა ETN. ეხლა მე ვამოწმებ ამ გამოცემას. არის კრიტიკული ნიუსი არის, ეხლა მაგ ყველა მიწის საგარეო საქმეთა სამინისტრომა პირველ რიგში და ყველა მიწის ჩემს გვერდში იყო და ამ თავრობიდან ვიძახი რა, რომ ეს არის ერთი გარეწარი ვირთხაც არ არის, რა ვიცი რა გითხრათ, ერთი ადამიანი, რომელიც 8 წელია გადაკიდებულია და 1000 სისულელეს წერს. ეხლა მაგაზე მე რა კომენტარი, მაგის სტატიები რო ამოიღო, მე შეიძლება საერთოდ ის გამომიყვანო, რა ქვია, ქვეყნის ტერიკია რა რაღაცა კიდევ უარესი უბედურება რა და ეს ვიღაცა გურგენ ეს არის ერთი ავადმყოფი წეირმეცი ხო? დიახ. ყოველდღეწევს ეხლა გადათარგმნეს ეს უცბად რაღაცებს ქეკავენ არ არის სწორი რა არ გვინდა მე ვფიქრობ ეხლა ეს თქვენი დაწყებულია უკვე ეხლა რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი ბატონ ზურაბ ნახეთ თქვენზე შეტევა უკვე როდესაც პროპაგანდისტული არხები ასეთი ქარდების გამოქვეყნებით კავდებიან ეს ნიშნავს რომ თქვენ ხართ სამიზნე დიახ ეს იმედმა გამოაქვეყნა უკვე დიახ დიახ იმედის ქარდია ალბათ სხვა სამთავრობო მედიებიც აღვებიან ამ კამპანიას ჯერ ერთი ეს რატომ არის რაიმე ტიპის კომპრომატი რომ თქვენი ოჯახის წევრს მამას სადმე ანგარიში კონდეს ეგ ერთი მაგრამ დიახ რას ემსახურება სხვა კანდიდატების მიერ ეს ყველა მიწის ესპანეთში ყოველდღე იწერება ეს ახლა ახალი კი არ თქვა იმედმა რა ყოველდღე 8 წელია დღეს კი არა 8 წელია წერენ 1000 უბედურებებს ჩემზე და უკვე ყველას აღარ შეუულია მაგათი ყურება დაუსმენა და რაღაც სისულელე ახლა მაგის გადათარგმნა ხარ არც ველოდი ახლა რა მაგის ამამა ჩემის ბატონ ზურაბ მგონი ყველაფერს უნდა ელოდოთ აცი ბატონ ზურაბ კიდევ ერთი ფული არის